მთელი კვირა სამსახურში ვარაუდზე გადააგორე, უფროს ეჭხუბე, კვირას დასალევად ვერ გახვედი და მეგობრები გადაიმტერე. ასე იყო თუ ისე რბოლამდეც მიაღწიე. რამ შეიძლება გააფუჭოს ეს იდილია? არა, ჩვენი საყვარელი პილოტის ცუდი უქმეების მერე ნერვების ათხრა ყველას გამოგვიცდია. მაგრამ აბა გასვლიზე ვინმე რამე თქვას. ფორმულა 1-ის მაყურებლები ჩვეულებრივი სექტანტები არიან. ნუ, არიან რა, ვართ. წინაპრები გაცდა გაიმსეთა ყვანებოდნენ, ხოლო ჩვენ 20 მილიონერის შვილიდან ერთ-ორს. წმინდა გრაალის მაგივრად დაისონის ტვერსასრუტის ფორმის თასები გვაქვს და სხვისი შვილებიც. აი ეს ბავშვი ისე. ალბათ ლიამს. ამ გოგონას. როგორც ვიცი, ლიამს არ ყავს შვილი. ესე იგი ამ გოგონის მეგობარი გოგონას შვილია. ფორმულა 1-ის მოყვარულებს ყველა პლატფორმაზე შევხვდებით. დაწყებული TikTok-ზე შეკრებილი უცნაური ტოქსიკური გულშემატკივრებით, დამთავრებული Facebook-ზე აგრესიული ბიძაკაცებით. მე რასაკვირველია ამ ხალხს ერთად არ მოვხარშავ. ნელ-ნელა დავამატებ ქვაფში ყველა ინგრედიენტს. TikTok-ი ადგილია, სადაც ფორმულა 1 საერთოდ სხვა რაღაცაა. მე არ ვიცი თქვენი ფორიუ როგორ მუშაობს, მაგრამ ჩემთან 500 სკროლვაში შარლ ეკლერმა უცნაური მუსიკის ფონზე ორჯერ ტუტზე თუ არ იკმინა, აშკარად ხვდები, რომ საქმე ცუდადაა. ამ ხალხმა ფორმულა 1 როგორ აღმოაჩინა გარყმაში არ ვარ. ვერც იმას გეტყვი ცხოვრებისგან რა უნდათ. აი იმათმა კი ყველაფერი იციან ლუის ჰამილტონზე. რატომ დაშორდა ნიკოლ შერზინგერს, როგორ გადაინერგა თმა, რატომ ამისი ძმა ელამი, მაგრამ რბოლას რაც შეეხება ლუის სლეი. ხოლო მაქსის შემთხვევა უფრო რთულია. არაფერია იმაზე სექსუალური, როცა დაბალი განათების ფონზე ნელი დრამატული მუსიკის თანხლებით slow motion-ში მაქსი იმაზე თლიფინებს თუ როგორ არ ჩერდება მანქანა და როგორ აქვს ბალანსი დაგარგული. მე პირადად დავიკერე. მაგრამ ამ აპლიკაციის ყველაზე ბნელი, ჯურღმულით მოცული და მდაბიო კონტენტი მაინც მიმებია. მე როგორც საუკეთესო ნახევრად გასართოვი ფორმულა 1-ის კონტენტ კრეატორი ამიერკავკასიაში, რომელსაც YouTube-ზე 6-7-დან გამომწერამდე ყავს, უფლებას ვიტოვებ შევაფასოს ხვების მიერ გაკეთებული TikTok-ზე მდარე საღლისუნო კონტენტი და გირჩიოთ რომ არ გაიკაროთ. კოლაპინტო მოსახოვი გადაჭრა და ოკოს 5-წამიანი ჯარიმა მიცეს. ხო, ამ ნაწილს TikTok-ზე შევაგდებ და უიჭველი გავარდება. ხოლო სიას შემდეგი არის X-ი, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდი რომ იყოს აუცილებლად Racing Bulls-ი იქნებოდა. იმიტომ რომ არავინ ნიშნობს ახლანდელი სახელით. ერთი Twitter-ია, მეორე Toro Rosso. პლატფორმაზე მოღვაწე ხალხი კი უმეტესად მარად უკმაყოფილო ცხოვრებისგან ზურგშექცეული ნერდები არიან, რომელთა ერთადერთი გასართობი ჩაბატკვირის რბოლების გარდა ლანგრაჟის ინტერპოლაციის მეთოდით პოლინომიური ფუნქციების პოვნაა. ეს ხალხი კმაყოფილი არასდროსაა და ნებისმიერი გუნდის გადაწყვეტილებას ისე აკრიტიკებს, თითქოს თავიანთი კომპიუტერული მეცნიერების დიპლომზე ცხელი ჩაისჭიქა მემედოს. რატომ შეცვალა 4 კლიკით ჰაასმა პიტსტოპის დროს წინაფრთის მარცხენა მხარეს შუა ფირფიტა? ისინი ხომ ამიჭუჭყია ჰაეში 3000-ს დაკარგავენ ალპინის უკან. ნუ ყველაფერი წყნარად ჩაივლის თუ ამ ხალხს შორიდან მოული. მაგრამ ვაი თუ ღმერთი გაგიწყდა და შემთხვევით წამოგწდა რომ DRS-ი რბოლებს აფუჭებს. აუცილებლად გამოვა ვიღაც ტიპი, რომელიც 500 სიტყვიან ესეს დაგიწერს იმაზე თუ რატომ DRS-ი აეროგრილის შემდეგ საუკეთესო გამოგონება. ოღონდ პირიქით რომ გითქვა საწინააღმდეგოს დაგემტკიცებდა. ნუ თუ მარტივად გეშლებათ ნერვები ყველაფერზე, ქედმაღალი ხალხი არ გევასებათ და ეროვნულებზე ისტორიით ჩაბარეთ, Twitter-ზე შესვლას არ გირჩევთ. სამაგიეროდ სახალხო პლატფორმა Instagram-ზე შეგეგებებიან ხელგაშლილი თქლად ჩასმული და პაკაზუხა ინფლუენსერები. ხალხი რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მონაკოს და მაიამის ბოლები საინტერესო გახადოს. ხოლო ერთადერთი რაც გამოსდით თავიანთ Instagram-ზე 2 Reels-ის, 8 Stories და 10 ფოტოიანი კარუსელის დადებაა. რბოლაზე შემთხვევით მოხვედრილი ხალხი, რომელიც ჩიკო პერეს გულშემატკივრობს და თან პადოკ პასზე შეხავებული ზედააცვია, ჩემში პასიურ აგრესიას იწვევს. გამარჯობა კი Red Bull-ის პილოტმა, ჩიკო პერესმა მოიპოვა. გინდა ჩური დაარქვით და გინდა ორმაგი დიფუზორი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ სერიოზულად ვერ შევხედავ ვერც იმ ხალხს Porsche-ისთვის ფული რომ სჭირდებათ და ვერც იმათ მასიური ფერარის ჟაკეტები 40 გრადუსის სიცხეში ფოტოს გამო რომ აწვიოთ. Instagram-ის ფორმულა 1-ის კომუნიტი ძალიან გავს სკოლის ბანკეს. აი არავის რო არავინ არ ევასება. ბოლო 12 წელია ყველა რო ყელში ყავს ამოსული, მაგრამ მაინც ბედნიერი სახით და ფეშენებელური აუთფიტით მოძრაობ. ხოლო თუ აყლიოზის შეგრძნება ბოლომდე გინდათ, ფორმულა 1-ის Facebook-ის გვერდები თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. აქაურობა ლარიან მაღაზიას გავს. კომუნიტის შეხვდებით ყველას და ყველაფერს. დაწყებული მოხუცი კაცით, რომელიც სცენას და პროსტს შარლ ეკლერს ადარებს. და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც პრაქტიკების ლინკს ითხოვს ხოლმე. ასევე ტიპი, რომელიც კონსპირაციული თეორიების საბადოა და ზუსტად გეტყვის, როგორ აკონტროლებდა კრისტიან ჰორნერი უსაფრთხოების მანქანას 2021 წლის სეზონში. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს Facebook-ის ჯგუფები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ერთგან შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაგაგდონ, რომ ლანდო ნორისის ფანი არ ხარ. ხოლო მეორეში რენდომ ქერა ცხოვრებისგან დაბოღმელი ტიპი ისე გაგლანძღავს, თავი ლენსტროლი გეგონება. იქ ვიღაც გამოვა და დაახეთქებს რა პონჩია ფორმულა 1 გიბრიდ ძრავებზეო. მოკლედ ძალიან უნდა მოინდომო, რომ Facebook-ის ფორმულა 1 ჯგუფებში მოიწყინო. იქ ვიღაცაზე იღლიცინებ, იქ ვიღაცა გამოვა და დაგცინებს. ან ეს ყველაფერი საერთოდ სხვანაირადაა და უბრალოდ ასაკისმატებასთან ერთად ამ ხალხის მხარეს გადავდივარ. ნუ მოკლედ თუ Facebook-ზე რენდომ პოსტებს აზიარებთ, 1000-ში ერთხელ პოლემიკაში შესვლას გიყვართ და თავს ახალგაზრდად გრძნობთ, თქვენი ადგილი აქაა.
YouTube. ადგილი, სადაც შევხვდებით, კი მე drive to survive, first driver 61 უყურე და თავი ფორმულა 1-ის ინჟინერი მგონია. და ახლა ამ ყველაფერს თქვენს გასწავლით. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ უნივერსიტეტის დიდი 9 საათიან ლექციასებს გავსება. ორივე შუაში ხვდები რომ PowerPoint-დან ამ ყველაფერს შენ თვითონაც წაიკითხავდი და საერთოდ არ იყო საჭირო ამდენი ხანი მელოტი სათვალიანებისთვის გესმინა. ოღონდ ამ ვიდეოებს ხალხი მართლა უყურებს. 45 წუთიანი ვიდეო იმის შესახებ თუ როგორ წააგო Ferrari ყველა ჩემპიონატი თავისი დეპრესიის გამო. ალბათ ჩვეულებრივ მოგდაებთან ერთად ამ ვიდეოს Ferrari-ის მექანიკოსებიც უყურებენ და სწავლას მოწყურებული გოგოებივით ჰაილაითერებით ინიშნავენ ნოუთებს. მაგრამ ჩემი საყვარელი განყოფილება მაინც YouTube-ის კომენტარებია, სადაც აუცილებლად გამოვა ვიდეოს ავტორზე მეტად პროფესორი და გეტყვის: იცი Max Verstappen-ის ისტორიაში საუკეთესო შეტაფაკა. აქ ხალხი ავარიების სანახავად საღლიციონთ და Ferrari-ზე დასაჯმელად ვართ შემოსულები. დისერტაციის დაცვა თუ გინდა და თავის დროზე უნდა გექნა. ასევე უდიდესი clickbait სათაურები, რომელიც გვეუბნება რომ შარლ ლეკლერი Mercedes-ში გადავა. ბუდიში, მაგრამ ამ ხალხს მე ვერ გამსჭი. მოდი და შარლის ადგილას არ გიდოდეს Ferrari-დან წასვლა. საბოლოოდ ამ ყველაფერი ძალაუნებურად ჩემ მართლაც გადაუარე. მაგრამ ყველაფერი თქვენი ბრალია. რატომ უყურეთ ვიდეოს იმაზე თუ რომელი გუნდისთვის უნდა გეგოლშემატკივროთ? თქვენი თუ ვერ მიხვდებოდით? ეთლის ჩემი ვიდეოები პატარაა და თქვენ ძვირფას დროს მაინც არ ვფლანგავ. და ბოლოს, რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? ფორმულა 1-ის community ჩვეულებრივი ოჯახური შეკრებაა. ხმაურიანი და უორგანიზებელი, მაგრამ მაინც ძალიან გვიყვარს. ან არ გვიყვარს, მაგრამ გინდა თუ არა, აკავრობის წევრი ხარ. და ზუსტად იმ ქვაბში იხაშები, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენე. მაგრამ არ ინერვიულობ, მეც მანდ ვარ. მეც დამილაიქებია ლეკლერის 8 წამიანი edit და Twitter-ზე მიკაჩავებია ვიღაცა ტიპი, რომელიც ანდერკას და უერკას ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. სამაგეროდ ინჟინერი მაინც მქვია. შემდეგი ვიდეოს იდეები სტანდარტულად კომენტარებში დაწერეთ. და პკ